სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვას სვავს პიროვნება, რომელიც ცრუ მასწავლებლებზე საუბრობს და საუბრობს ფულთან დაკავშირებით. და მე ამ გამახსენა ჩვენი აგერ ბერები, ბერმონაზვნები, ბატონი გურა მოთხოზორიაც და ესე დავარქვი მე ამ კითხვას არიან ისეთი ცრუ მასწავლებლები, რომლებსაც ფული არ აინტერესებთ და ლეჟანკითაც კმაყოფილები არიან, ხო, ლეჟანკით კმაყოფილები არიან. იმიტომ რომ მართლაც ზოგი ადამიანი დაბნეულია ბატონმა ჯონმა რო ილაპარაკა და ამას ბიბლია ადასტურებს, რომ მათი мотиваცია არის მიწიერი мотиваცია და ნახეთ რა კარგად გაშლის ბატონი ჯონი, იმიტომ რომ შეიძლება არ ჩანდეს, აი მართლაც ზოგმა ადამიანმა თავი მოგვაჩვენოს ძალიან წმინდანად, რელიგიურად, ხო? განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოშიც. და ლაპარაკი იყო მაჰატმა განდიზე დასვავს კითხვას, ხო? მაგრამ თუ ჩვენ კარგად ჩაუკვირდებით, თვით სტალინიც, ხო? მათ არაფერი არ უჭიდათ, რაც უნდოდა, ყველაფერი ქონდა. ასე რომ ასკეტიზმი უნდა დააყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. და არიან ისეთები ახლა, რომლებიც ძალიან ესე თქვათ და იტყვის ჭიჭიპლას აკვირდებიან, ხო? ბუდა და ისინი რო გასულები არიან და ეგენი არიან ძალიან უბედური ადამიანები, ხო? მაგრამ ისინი ცრუ მასწავლებლები ხშირად არ ხდებიანო. ბევრი ცრუსწავლე, აი როგორც აიღოთ ახლა ვინ საქართველოშიც, ხო? მაგრამ თუ ავიღებთ ისეთ ადამიანს, როგორც ნარიმანია, მე სურათიც დავადე ნარიმანის, მეფე ნიკოლოზი თუ რა ვიცი რა ჯანდაბა ქვია, ასევე გურა მოთხოზორიაც, ხო? საკმარისია თქვენ ანაფორა გადაიცვათ საქართველოში, რომ თქვენ უკვე სტატუსი გაქვთ. სტატუსი გაქვთ, ასე რომ мотиваცია არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი მილიონებს აკეთებს თუ რა мотиваციით აკეთებს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და ამ мотиваციას მარტო ღმერთი ამბობს და როცა შენ ცრუ სწავლებაზე ხარ, ავტომატურად შენ უკვე ღმერთის განდიდებას არ ეწევი. და იქ უკვე შენი პირადი და ანუ სატანური мотиваციები გაბოძრავებს. ასე რომ ეს უნდა ბევრმა იცოდეს რა იდება მაგაში ფულის და იმის სარგებლიანობა მატერიის. თვითონ აღიარა ბატონმა გურა მოთხოზორიამ ეს რომ იმის შემდეგ რაც მართლმადიდებლობაში შევიდა, ნათესავებმა ყველამ დააფასეს და სული მოითქვა. ასე რომ ეს პიროვნება არის ჭეშმარიტის მაძიებელი არა. ესე იგი მედროვე არის ადამიანი, ხო? აი ესეთ იმას კითხვას სვავს, რომელიც დაბნეულია პიროვნება. სალამი მოგესალმებით პასტორო. დღეს დილით ცოტა დავიბანე იმ საუბარზე თქვენ რომ თქვით, ცრუ მასწავლებლებთან ფულთან დაკავშირებით. თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ მეტნაკლებად ცრუ მასწავლებლები ძირითადად ყოველთვის ფულის გამო არიანო ამ საქმეში ჩართულები და ჩემთვის ეს ცოტა დამაბნეველია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ ბიბლიური სურათი ყოველთვის მოიცავს ამას. რადგან როგორც ჩანს არსებობს მაგალითები, რომლებიც ასწავლიან სიცრუეს, მაგრამ ასევე არამოძრავეთ მათ ფინანსური მოგება. მაგალითად, შეიძლება მაჰატმა განდი ან ასკეტი გნოსტიკოსები და სხვა მრავალი. და შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს თავიანთ საქმიანობასთან და ძალიან ბევრ შრომობენ იმისათვის, რასაც აკეთებენ. როგორც ჩანს ისინი ამ საქმეში არ არიან ფულის მოგების მიზნით, მაგრამ მაინც ასწავლიან იმას, რაც სიმართლეს და ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. და ჯონ მაკარტური. დიახ, გულისხმობ ცხარია, ახლა გარკვეული გაგებით გამონაკლისი არ ცვლის და მაინც ადასტურებს ამ წესს. რაც შეეხება ასკეტებს, ისინი რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან როგორც წესი ისინი არ ასწავლიან. ისინი იცით, უბრალოდ სადღაც მიდიან და საკუთარი ჭიბლარს აკვირდებიან. ასე რომ იცით, იმ მონაზვნებისთვის, რომლებიც ყველაფერს რაღაცნაირად თმობენ, ამ ჯგუფში ცრუ მასწავლებლებს ვერ ნახავთ. ეს ადამიანები უფრო იმედგაცრუებულები არიან. როგორც კათოლიკური სამღვდელოების სკანდალზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ვთქვი, ასეთი ტიპის ბერებსა და მონაზვნებს მღვდლები აწამებდნენ, როდესაც ისინი ცხოვრებისეულ კრიზისში იყვნენ, რამაც ემოციურად გაანადგურა ისინი. მათი მგრძნობელობის მომენტში კი ისინი ამ მიმართულებით იყვნენ მოტივირებულები. მაგრამ როდესაც ზოგადად ცრუ მასწავლებლებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ მაჰატმა განდის სასარგებლოდ შეიძლება ამ საქმის გამოყენება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მის თავისი мотиваციით ყველაზე წმინდა იყო, მაგრამ პრაქტიკულად, ხო, ინდოეთში ძალაუფლების წროლებს მიაღწია და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდა. ასე რომ, როცა მას რამე დასჭირდებოდა, მაშინვე ავტომატურად აძლევდნენ მას. შეიძლება თქვენ იპოვოთ ახლა ადამიანები, რომლებიც ვერ გაარკვიეს თუ როგორ მიიღონ ეს ფული. ჯერ ვერ გაარკვიეს. და არიან ცრუ მასწავლებლები.
არიან ადამიანები, რომლებიც ცრუმასწავლებლები არიან და არ ვიცი, ნამდვილად იციან თუ არა, რომ ისინი ცრუმასწავლებლები არიან. ამის გასაგებად კარგი გზაა, რომ ისინი გულწრფელად ჩვენ ხედავთ, რომ გულწრფელად ასწავლენ სრულწმენას. თუმცა ისევ და ისევ უფალმა მათი მოტივების შესახებ ჩემზე მეტი იცის. ამიტომ წმინდა წერილიდან გამომდინარე, ისინი ამას ყოველთვის მაინც პირადი სარგებლობისთვის აკეთებენ. მე ვეყდნობი წმინდა წერილს. ხოლო იმის თქმა შემიძლია, რომ ეს მათი გულის განწყობის ღვთაებრივი შეფასებაა. შეიძლება არ ვიცი რა ხდება შიგნით და ყოველთვის მაინტერესებდა მე ეს. აი როდესაც ხვდები მორმონთა ეკლესიის ლიდერებს. ჩემი კითხვა ყოველთვის ასეთია. რა ხდება მათ გულში და გონებაში? იციან თუ არა რომ ისინი ცრუ და მატყუარები არიან, რომლებიც დემონურ დოქტრინას ქადაგებენ მაცდური სულების ასამოძრავებლად. იციან რომ მათ ხალხი ჯოჯოხეთში მიყავთ? და ისინი ყოველთვის თუ ხედავთ, ძალიან მოტივირებულები არიან, რათა გამოჩენილები იყვნენ. შეიძლება პირდაპირ ადამიანს ფული არ ქონდეთ, მაგრამ გამოჩენა, ძალაუფლება, პოპულარობა და გავლენიანი იყონ და ამითი მე ადრე თუ გვიან მაინც მოგებას, გარკვეულ მატერიალურ მოგებას იღებ, მიწიერ მოგებას. და ეს ხალხი კიდე ვინც გისმენს მოტყუებულია. არ ვიცი ხლა ყოველთვის ვიცი თუ არა ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ კვლავ უბრუნდებით წმინდა წერილს დიაგნოზს, რომ მოტივები ყოველთვის დამახინჯებულია, თუ ისინი სუფთა არ არის და ერთადერთი სუფთა მოტივი ღმერთის დიდებაა. ამის გარდა, ამაში გარკვეული პირადი სარგებელიც არის ჩართული ყოველთვის. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ პასუხისათვის.